გამოიწერეთ ჩემი დედიკოს სახე და დალაიქეთ ვიდეო. გიფიქრიათ, რატომ გვიჭირს საკუთარ თავთან დადებული პირობის შესრულება, მაგრამ უცნაურია და გვიადვილდება, როდესაც ამას უზიარებთ სხვას, ანუ ჩვენს დადებულ პირობას ყავს მსმენელი. საქმე არ ეხება ნებისყოფას, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენი ფიქრები და ჩვენი აზრები ხშირად რჩება მხოლოდ ჩვენთან. და საჯარო დადებული პირობა არის პირობა, რომელსაც გვეკისრება ერთგვარად პასუხისმგებლობა. რადგან როდესაც ვამბობ, რომ მე ამას გავაკეთებ, ნიშნავს, რომ მე ეს ვარ. ანუ საჯარო დადებული პირობა ჩვენ გვაიძულებს, რომ რაღაცეები გავაკეთოთ თანმიმდევრულად და ვიყოთ დისციპლინირებულები. ამიტომ მე ახლა მინდა მივცე საკუთარ თავს პირობა, რომ ამ წლის 2026 წლის ბოლომდე ავიხდენ ერთ-ერთ ჩემს თავარ ოცნებას და ვიყიდი საკუთარ სახლს და YouTube არხზე მეყოლება 10,000 გამომწერი. ეს ვიდეო არ ეხება მხოლოდ საკუთარი თავის გამოწვევას და ამის თქვენთვის გაზიარებას. ეს ვიდეო ემსახურება იმასაც, რომ გითხრათ, რომ იქნებ თქვენს გაქვთ იდეა, სურვილი და პირობა, რომელიც უნდა წაუყენოთ საკუთარ თავს და იქნებ საჯაროობა გახდეს ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ თქვენი წარმატების მისაღწევად. გამოიწერეთ ჩემი დედიკოს სახე და დალაიქეთ ვიდეო. 5,000 ლაიქზე მაშინ წავთ ფოტოში და დავყავთ ფოტოში და განახებთ ვიმყავს სიგა და გაგაწნავთ და დალაიქეთ ვიდეო. გამოიწერეთ ჩემი დედიკოს სახე და გემშვიდობებით.